და განვაგრძობთ გამოშვებას საპარტნიორო ფონდის სტარტაპების დაფინანსებას იწყებს. კერძოდ საპარტნიორო ფონდში სპეციალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, რომელიც სტუდენტებისა და სხვა ახალგაზრდების დამწყებ ბიზნესებს ყოველგვარი საბანკო გარანტიის გარეშე დააფინანსებს. ამის შესახებ გასულ თვეში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმციშვილმა განაცხადა, მისი განმარტებით პროექტისთვის დაახლოებით 30-40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. როგორც ჩვენთან საუბარში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე განმარტავს, პროექტზე მუშაობა უკვე დასრულდა, რომელსაც საზოგადოებას მოკლე ხანში პრემიერ-მინისტრი წარუდგენს. საგანელიძის განმარტებით საპარტნიორო ფონდი პროექტს ტექნოპარკთან ერთად განახორციელებს. Ჩვენ შევუწყობთ ახალგაზრდების მიერ ინიციირებულ პროექტებს, რომ მაქსიმალურად ჩავთვოთ ახალგაზრდობა ბიზნეს საქმიანობაში. მათ არ აქვს სამწუხაროდ საშუალება გირავნობის ბანკთან, არ აქვს საშუალება ხშირ შემთხვევაში ბიზნეს გეგმების სათანადოდ კვალიფიცირებულ დონეზე შექმნის და დამზადების, მაგრამ აქვს ძალიან კარგი იდეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ სექტემბერში უკვე პირველი თანხაც გაიცემა და პირველი კომპანია დაიწყებს მუშაობას.